დოლიძის ქუჩაზე, სადაც გუშინ საღამოს მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. კაცმა, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შინაგან საქმე და სამის დროს მოქმედი თანამშრომელია. მომხდარ შეესწრო გარდაცვლილის 2 არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთი პირი. სროლის შემდეგ მამაკაცმა თავის არეში თვით დაზიანებები მიიყენა, მისი მდგომარეობა მძიმეა. ბელა ზაქაიძე შემოგვიერთდება დეტალებით ახლა ღია ეთერში. ბელა, გისმენთ. დიახ, მარიამ, როგორც უკვე აღნიშნეთ, დოლიძის ქუჩაზე 27 კორპუსთან საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. ჩვენ ვესაუბრეთ მეზობლებს. დოლიძის 27 კორპუსში მცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ ღამის 12 საათზე 4 გასროლის ხმა და ქალის კივილის ხმა გაიგეს. მეზობლების ნაწილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 12 საათზე მათ ეღვიძათ, არანაირი ხმა არ გაუგიათ და დაინახეს კორპუსში. მომხდარის შემდგომ გამოძახებული პოლიციელები, დაინახეს არასრულწლოვანი შვილები მოკლულის, რომელთა თვალწინაც მოხდა მკვლელობა და მათი ემოციური მდგომარეობა, დაინახეს ასევე ბრალდებული მოქმედი პოლიციელი, როგორ ვერ გადაადგილდებოდა და ჩამოიყვანეს საკაცით, იგი იყო დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში. მეზობლების უმეტესობა ამბობს, რომ 3 თვის გადმოსულები არიან აღნიშნულ კორპუსში. დედაშვილი ნაქირავებ ბინაში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ და შესაბამისად ახლოს არ იცოდნენ მათი ოჯახური მდგომარეობა, თუმცა აღმოჩნდა აქ ერთ-ერთი მეზობელი, რომელიც იცნობდა პირადად მოკლულ გოგონას და მის დედას, როგორც აღნიშნული ქალბატონი აცხადებს. ბრალდებული მოქმედი პოლიციელიც ამავე უბანში მეზობელ კორპუსში ცხოვრობს. სწორედ იმ კორპუსში ცხოვრობდა მოკლული გოგონა მეუღლესთან ერთად და ქალბატონი არ ფლობდა ინფორმაციას მათი დაშორების შესახებ. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ცოლ-ქმარს ჰქონდათ იდეალური ურთიერთობა, არანაირი კონფლიქტი მათ შორის არ ყოფილა და როგორც მოწმე აღნიშნავს მეზობელი, თუკი მათ კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ, საინტერესოა ეს გოგონა, მოკლული გოგონა, რატომ იქირავებდა მეზობლად კორპუსში ბინას, თუკი ყოფილი მეუღლესგან რაიმე საფრთხე ემუქრებოდა. ბავშვები აქ იყვნენ და წიოდნენ საცოდავად, რომ მამა არ გაპატიებთოთ. მე არ მეგონა ეს თუ იყო, მე მეგონა რომ ალბათ ოჯახური კონფლიქტი მოხდა რა ერთმანეთში და თუ მიცვალებულები იყვნენ, ნამდვილად არ ვიცი. აქ თუ შემხედრია და დამინახია ვიზუალურად, თორე როგორც ისეთი რომ ცნობით მე იმ ოჯახს არ ვიცნობდი. შესაბამისად მისი ყოფილი მეუღლის შესახებ არ ჰქონდათ ვიცოდი, ეხლა გავიგერო თურმე ყოფილი, ეგეც არ ვიცოდი. ეგეც არ ვიცოდი. ყველაფერი იყო უხმაურად. ის გოგო ძალიან კარგი გოგო, ხშირად ამოდიოდა ჩემთან საერთოდ. რამდენი გაშორებულები იყვნენ? არაფერი გაშორებული არ იყო. ეს გოგო გადადიოდა იქეთ და აქ დედამისმა იქირავა ბინა მე-11 სართულზე, სიდედრმა, ესე იგი გურამის. და სიედრე ცხოვრობდა და ეს გოგოც გადმოდიოდა და ეხლა ერთი კვირის უკან ნახე, ბავშვები მამამის ყავდა, მე მგონი ზღვაზე წაყვა, გურამის ყავდა ბავშვები დასასვენებლად. ეს გოგო აქ იყო. ორივე ძალიან კარგები იყვნენ. და დედამთილი კიდე გადასარევი ქალი მული ამერიკაში ყავს, ამათთვის უნდა და ყველაფერი და რა მოხდა არ ვიცი. სროლის მაგაიკო და მე მაიყო ის ქალის 4 გასროლი წეროთ ყველაფერი რაც მეტი არ მარტო გასვლა და მე ვფიქრე გარეთ ქუჩაში რაღაც გაიცოს და არც მივაქცი ყურად. ბრალდებული დაჭრილი პოლიციელი ხეშინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ცოტა ხნის წინ ექიმმა გააკეთა განმარტება, როგორც მან განაცხადა, დაჭრილს გამჭოლი ჭრილობა საფეთქელთან აქვს და იგეგმება ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პაციენტი შემოიყვანეს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, გამჭოლი ჭრილობა საფეთქელ-თხემის არეში, ცეცხლნასროლი ჭრილობა იყო. გადაყვანილი იქნა საოპერაციოში, სადაც ჩაუტარდა ნეიროქირურგიული გადაუდებელი ოპერაცია. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, განაგრძობს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. რადგან საქმე მოქმედი პოლიციელის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს ეხება, საქმე სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, მათი მხრიდან დღეს დამატებითი კომენტარი მომხდარზე არ გაკეთებულა, როგორც ისინი აცხადებენ, არასრულწლოვანი შვილების გარდა შემთხვევის ადგილზე ბინაში კიდევ ერთი პირი შეესწრო დანაშაულს, გამოძიება 11 პრიმა 109 მუხლით მიმდინარეობს.
მადლობთ ბელა ზაქაიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.